მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა კვირის პროგნოზი ვნახოთ ჩვენ. მომდევნო კვირის პროგნოზი ვნახოთ ახლა ჩვენ. რა თქმა უნდა, სიგნიფიკაცია იქნება. ანუ რა ენერგიებში ხართ ახლა, აქაც ჩავდებ მე სამივე სფეროში სიგნიფიკაციას და ვნახოთ აბა. ვისთვის არის დღევანდელი გაშლა. ჩვენ სამივე თემას ვიხილავთ აქ, ანუ საქმიანობა, ფინანსები, ურთიერთობა. ნახოთ აბა. ეხლა რა ენერგიებში იმყოფებით თქვენ, ვისთვის იქნება ეს გაშლა, რა ენერგიებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა ენერგიებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ნახოთ. რას გვეტყვიან, რას დაგვეხმარებიან, ჩვენ ფისუნიებს დაუბრუნდეთ, ხო? Так, ეხლა ვნახოთ ჩვენ ეს იგი საქმე, კარიერა, ბიზნესი, რა ვიცი, როგორც გინდა, ვისაც რა გააქვთ. ჩვენ ეხლა ვნახოთ, ანუ რა მიდის, რა თქმა უნდა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ანუ რა უკვე აღარ გჭირდებათ, იყოს ასე ერთი და რა მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება დაკავშირებული საქმიანობას თემაზე. ეხლა ფინანსებზეც ვნახოთ. ფინანსებზე ვნახოთ, ესე იგი რა უკვე აღარ გჭირდება აქ და რა მოდის. და ურთიერთობაზე დღეს ასე პატარა დასტებმა მოითხოვეს და ვკითხოთ რა უნდათ, რო გვითხრან, ხო? ურთიერთობა რა უკვე არ გემსახურებათ და რა გჭირდებათ. გასაგებია, всё დავიწყოთ ახლა ჩვენ. ანუ რა, კარგი ენერგიები გაქვთ თქვენ, რა კარგი ენერგიები გაქვთ, აქ ვიღაცა ძალიან როგორი ენერგია, ეს შეიძლება კარგი დრო გაქვთ, აი ახლა ვიღაცას თქვათ ატარებთ ოჯახში შვილებთან. ეს მოდის ეგრევე, ხო, იმიტომ რომ 10-იანი თასების ეს ყოველთვის, როცა აი კარგი ბედნიერი ატმოსფერო შეიძლება არის ოჯახში, ან თქვათ, საერთოდ შვილებთან შეიძლება. კიდე აქ არის ენერგია, როცა შეიძლება თქვენ გიხარიათ, რომ რაღაცა თქვათ ისწავლეთ და ეხლა შეგიძლიათ ემსახუროთ ადამიანებს, თქვენი ცოდნით, ესეც არის აქ რა. კიდე არის ვიღაცა შეიძლება გახარებული იმით, რომ რაღაცა თქვათ ფული შეიძლება არ ქონდა, მაგრამ იპოვა ვიღაცამ თქვათ. მისცე იმისთვის, რომ განახორციელოს ის, რაც მას სურშება, ზოგმა თქვათ, აი საჩუქარიც მიიღეთ, აქ არ გამოვრიცხავ, თქვათ ვიღაცამ შეიძლება გაჩუქათ კარგი საჩუქარი. ნუ, აი განწყობაზე რო ხართ, კი, ეს ძალიან კარგი შეიძლება არის. აქ დაჟე ნახეთ, კიდე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ ხართ კარგ ენერგიაში, თუ გაგეხსნათ თქვენ, დაუშვათ, აი კლიენტურასთან მუშაობა დაუშვათ, ხო? იყო პერიოდი, როცა არ იყო ისი და, იმდენად კარგი პერიოდი, სხვათა შორის, ვისაც გახსოვთ წინა კვირის პროგნოზში, კი იყო ეს მომენტი, რომ უნდა გახსნილიყო და აქ შეიძლება თქვენ ახლა ზოგს თქვა ძველი შეიძლება დაუბრუნდა კლიენტები, ზოგს შეიძლება ახალიც მოვიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ თუ თქვენ რამეზე კიდე საქმიანობთ, ხომ რაღაც მოერია თქვენ სიტუაციას, კი, გამოხვედით სიტუაცია, რომელიც იყო ჩაკეტილი, აქ უფრო რაღაც ფინანსებზე მაჩვენებენ, რომ ხართ გახარებული, რა ვიცი, აბა ესეთი მომენტი, ან შეიძლება ოჯახში თქვათ, სიხარულის სიტყვაზე, შვილზე ვიღაცა რაღაც გიხარდან დაამთავრა სწავლა, აი ეგეთი რაღაც ენერგიები არის, რა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ახალი საქმე დაიწყეთ. ეგაც კარგი არის რა თქვენთვის. ნახოთ, მოდით ახლა რა ენერგიები იქნება. აქ რაღაცა ცვლილებები ხდება, ნახეთ რა მხოლოდ ცვლილებები. აქ ახალი გზები გეხსნებათ უეჭველი. აი შეიძლება თქვენ აი აქ უკვე დაჟე გქონდათ როგორი მომენტი იცით,
თუ დაუშვათ საქმეს ეხება, მე აქ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მოგწონთ ის, რითიც ხარ დაკავებული. ან გააქვთ რამე თქვენი ჰობი შეიძლება, რომელიც თქვენ გახარებთ. არის რაღაცა მომენტი, რომ შეიძლება თქვათ, რამეზე ოცნებობდით დიდი ხანია დაუშვათ და ესეც აგისრულდათ რა. აქ ბევრ რაღაცას შეიძლება ეხებოდეს სამსახურში, შეიძლება ახალი გზა და იმიტომ რომ აქ გვაჩვენებენ უკვე რომ თქვენ რაღაც ახალი გზები გეხსნებათ. რაღაცა პერიოდი გაიარეთ, თქვენ მოერიეთ. ნახეთ როგორი მომენტი არის. თუ იყავით აქ როგორ საინტერესოდ აჩვენებს, რომ თითქოს შეგვიძლია როგორც მე-13 ენერგიად წავიკითხოთ, მე-4 ჯვარი ხო, ჩემო მოსწავლებო მიხვდებით თქვენ. იყო აქ ესეთი მომენტი, როცა უკვე რაც იყო ჩაკეტილი, რაც არ იხსნეო და აქ გვაჩვენებენ ჩვენ, რომ თქვენ რაღაც ისეთი რამე გააკეთეთ, მოდით მე ხა ზოგადი სიტყვებით ვამბობ, ხო, იმიტომ რომ აქ არ არის ერთი ადამიანის გაშლა, რა თქმა უნდა და მაგრამ თქვენ თითქოს მოერიეთ აქ ადამიანი ნახეთ ცდილობდა შეიძლება სხვადასხვა მეთოდებს იყენებდეთ ხო ინფორმაციას და ასე შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა რაღაცას აქ ადამიანი აკეთებდა იმისათვის რომ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან სადაც იყო ყველაფერი თითქოს ჩაკეტილი გამიგეთ და აი აქ უკვე თქვენ ნახეთ როგორ გეხსნებათ გზები მოდით ვნახოთ ახლა უკვე კონკრეტულად საქმიანობაზე, აქ ახლა გვაჩვენებენ, რომ უკვე რა არ გჭირდება პენტაკლების დედოფალი, საინტერესო არის მოიცადეთ, აბა ვკითხოთ, რატომ ახლა ეს უკვე რას გულისხმობთ თქვენ აქ? რას გულისხმობთ თქვენ აქ? რა გინდათ რომ გვითხრათ? აი მოიცადეთ სხვა დასტა მინდა ავიღო. მეთქი ეს რატო ამას ეთქობა დახმარება უნდოდა და იმიტომ ამ რას გულისხმობ შენ აქ. ახლა გვერდხების დედოფალი. იცით რა არის? იცით რა ხდება? თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, ეთქობა ახლა უკვე როგორი სიტუაცია იქნება შეხედეთ. უკვე ბევრი თქვათ შეიძლება ენერგიის ჩადება აქ არ არის საჭირო, უკვე არ არის საჭირო რომ თქვენ უკვე ვინმეს დაუმტკიცოთ თქვენი პროფესიონალიზმი. ვნახოთ ახლა საინტერესოა რატომ? იცით როგორი სიტუაცია შეხედეთ თქვენ პრინციპში აქ რატომ და იმიტომ რომ თქვენ იმდენად უკვე კარგად ფლობთ იმ თემას, რა თემაც თქვენ გაინტერესებთ, ზოგადად ვლაპარაკობ დღეს რაღაც ძალიან საინტერესო თემა და იქნება ვისთვის უფრო, იცით, ვინც დაუშვათ. რამე ისწავლა და დაიწყო გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა გავცე უკვე ჩემი ცოდნა, იმიტომ რომ ბევრი მაგ დაგროვილი და დროა უკვე გავცე და აქ უკვე არ არის საჭირო ვიღაცას დავუმტკიცო. აქ უკვე საჭირო არ არის, რომ უნდა გავცე, გამიგეთ? აღარ არის უკვე აქ რომ მტკიცებულებები რამე, აი თქვათ იცით რა არის, მე ძალიან მაგარი ვარ, მე ბევრი ვიცი, რაღაც აქ ადამიანმა თავისი უკვე პროფესიონალიზმი იმდენად დაამტკიცა, რომ უკვე არის საჭირო, რომ გასცე ეს ცოდნა. აი აქ არის სამსახური თუ რაღაც ან სამსახურში თუნდაც ხო თქვენი პროფესიონალიზმი არ არის საჭირო რომ თქვენ ვიღაცას დაუმტკიცოთ რომ თქვენ საქმეში მაგარი ხართ ისედაც ძალიან მშვენივრად კარგად უკვე ყველანაირად აჩვენეთ რა ეგა არა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ თქვენ დაკავებული კიდე მაგას გეუბნებით მაგრამ აქ არის ის მომენტი უკვე რომ თქვენ აუცილებელი არის რომ უკვე ყველა გაიგებს აი არ ვიცი შეიძლება დაუშვოთ თქვენ ახლა აქ ნახეთ აქ იმიტომ რომ გიხარიათ გაიგეთ გიხარიათ აქ მოგწონთ თუ თქვენ ირზიც ხარ დაკავებული არ მოგწონთ თუ თქვენ არა გაქვთ არანაირი საქმე რომელიც თქვენ გიხარიათ თუ თქვენ დაუშვოთ ახლა აი არ ვიცი რა მაშინ ეს არ იქნება თქვენი გაშლა იმიტომ რომ აქ კიდე რა არის იცით შეიძლება თქვენ დაუშვოთ ელოდებოდეთ რამე მასწავლებელი გჭირდებოდათ უკვე აღარ არის საჭირო რომ თქვენ ვიღაცას აქ ეძებოთ იმიტომ რომ თქვენ უკვე კიდევაც მოძებნით და იმ მასწავლებელს უკვე ეს მასწავლებელი უკვე თქვენიდან გახსნის ამ თქვენ ცოდნას გამიგეთ რა ხდება ან უკვე მიგითითათ და თქვენ უკვე ნამდვილად გზა გაქვთ გახსნილი და უკვე ყველა ვარიანტში თქვენ აქ
ან გაგიხსნებათ, ან გასცემთ. ნუ აქ ეგეთი პოზიცია არის, არ ვიცი, ნახოთ კიდე მე შეიძლება აქ კიდე რამეს გვეტყვი, მაგრამ ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მომენტი გაქვთ თქვენ აქ თქვენ საქმიანობაში, რომ თითქოს არა, ნუ აქ პრინციპში რაც თქვი, ეგ არის რა. აქ ვიღაცა შეიძლება დაამთავრა სწავლა, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა და აქ მიიღებ თქვენ რაღაც საბუთს, რომელიც უკვე დაადასტურებს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ. ნუ სხვებს ეს დახმარება სხვებზე, ეს ნებისმიერი საქმე. შეიძლება საბუთი დაუშვათ, დაგჭირდებათ, ხო? აქ კიდე თქვენი პროფესიონალიზმის დამტკიცება არ არის საჭირო, გამიგეთ? არა აქვს კიდევაც მნიშვნელობა, გეუბნეთ რითი ხარ დაკავებული, იმიტომ რომ თქვენ პრინციპში უკვე დაანახეთ ყველას, რომ აი მაღალი დონის პროფესიონალი ხარ. შეიძლება თქვათ, ახლა გოგოები მყავს, ბევრი თქვათ, ახლა ვინც მუშაობს საზღვარგარეთ, თუნდაც თქვათ, თქვენ ახლა ხართ უკვე საბუთი გაქვს ისეთი, რომ თქვენ აღარ არის საჭირო თქვენ ახლა ვიღაცას დაუმტკიცოთ, რომ ხარ ძალიან თქვათ პროფესიონალი იმ თქვენ საქმიანობაში, უკვე საბუთი გაქვს და შეგიძლიათ უკვე მიხვიდეთ იქ, სადაც მიგიღებენ რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სპეციალისტი ხართ რა, აი ეს არის და კიდე აქ შეიძლება ვიღაცა პირიქით ამთავრებს საქმიანობას და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე უკვე უნდა გადავიდე, თქვათ ახლა სხვა სამსახურში და სამსახურიც კი არა ეს აი უფრო даже მოდით ერთი და იგივეს გეუბნებით, ამიტომ აქ არის რა, თუ რამე ცოდნა მიიღე, შენ უკვე გინდა მაგისი გაცემაც, შეიძლება პარალელურად თქვათ სწავლობდე. დაუშვათ და აი როგორც მაგალითი თქვათ, ჩემი მოსწავლეები გოგოები ძალიან ბევრი არიან, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და თავის თავში დებენ თანხებს იმისთვის, რომ მიიღონ ცოდნა და მერე უკვე იწყებენ დახმარებას, სხვებს ეხმარებიან და საკმაოდ ძალიან კარგად და ძლიერად და ანუ ესეც არის დაუშვათ ახლა როგორც მაგალითი რა. და ყველაზე ვიცი ჩვენ რომ ყველაზე კარგია ჩადება შენს თავში, იმიტომ რომ შენ პროფესიონალიზმი შენ რო დაუშვათ ახლა აკეთო ის რაც შენ მოგწონს და რა თქმა უნდა შემოსავალეც კარგი გექნება. всё, ნახოთ ახლა ჩვენ ეს პოზიცია გავარკვიეთ, ვისიც არის. აქ რა ხდება? აქ თუ ნერვიულობა გქონდათ რამე ფინანსებზე, თუ ფინანსები რაღაც უაზროდ მიდიოდა თქვენ, აი ეს უკვე აღარ გჭირდება, ეს შეიძლება დასრულდეს. აი აქ. ნუ ნახოთ ახლა აქ რა ხდება. შეხედეთ, აქ ვიღაცასთან გაეხსნება რა. აქ არის როგორი სიტუაცია ფინანსებზე, ნათიანი პენტაკლების ეგრევე გამოდის რა. კიდევ გეუბნებით ვიღაცას ეკნება, ნახეთ, ორიანი. აი ეს არის ორუმე. ისევ აქ დავბრუნდები. თქვენი მიღებული ცოდნიდან თქვენ ყველა ვარიანტში უკვე გექნება ძალიან კარგი შემოსავალი, კარგი, ძალიან, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ადამიანი შეიძლება ნახეთ 18 ენერგია არის, ძალიან ესეთ საკრალური ენერგიები არის, უეჭველი ვინც არის დაკავებული ეზოტერიკით, ეცოდეთ თქვენ გექნებათ ნამდვილად ძალიან კარგი შემოსავალი, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, რას მაჩვენებენ, რას მეწეღავ თქვი სიტყვები. თუ თქვენ ხართ დაკავებული საქმით, რომელიც თქვენ მოგწონთ და არა თქვენ ეს გღლის, თქვენ აუცილებლად გექნებათ იქიდან შემოსავალი. აუცილებლად. იმიტომ რომ აი აქ არის როგორ იცით, даже შეიძლება ცოტა ისეთი იმდენად ბევრი საქმე გექნებათ, რომ აი რა გითხრათ, ბევრს შეიძლება იმუშავებთ, მაგრამ ბევრსაც მიიღებთ, გამიგეთ? აქ სხვათა შორის კიდე ვიღაცას აი შიში თქვათ იმაზე, რომ ფული მოდის რთულად, თქვენ ამ შიშზე იმუშავებთ და ეს ვაფშე წავა თქვენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს რაღაცა ეს მომენტი, აი დაუშვათ თქვენ რაღაცა ისწავლეთ. არა აქვს მნიშვნელობა რა, შეიძლება ტორტების გამოცხობა. დაუშვათ რა ვიცი მე კარგი დალაგება, არა აქვს მნიშვნელობა, რაღაც ეს თქვენ რაც ისწავლეთ, აი აქ თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ მოდის რთულად,
არა, ეს არ არის. ფული მოდის მაშინ, როცა შენ აკეთებ იმას, რაც შენ გიზიდავს, რაც შენ მოგწონს. აი იქიდან უფრო მეტად მოდი. თქვენ თითქოს აი რაღაცა დაგიმტკიცებენ იმას, რომ აი სამყარო გაჩვენებს, რომ ეს ასეა. აი აქ რაღაც ხო გეუბნებით, როგორი ამხრამხელა ნახტომი აქ არის რა, აი რაღაცა იცვლება და კარგისკენ მიდიხარ თქვენ, მიხვდით? რაღაცას გაიგებთ ისეც, რომ აი რაღაც თითქოს გზა გაგეხსნება თქვენ. Так, ურთიერთობაშიც ვნახოთ ახლა ჩვენ. Так, აქ სიტუაცია, რომელიც იყო გაურკვეველი, როცა რაც ძალიან სანერვიულო შეიძლება იყო სიტუაცია, რომელიც თქვენ საერთოდ ვერ ხვდებოდეთ რა, სად მივდივა, რას ვაკეთებ, ეს სიტუაცია აღარ გჭირდება, მიდის ეს სიტუაცია, რა მოდის? რა მოდის, რაღაც ვიმე რა, კარგი მოდის კარტი, ნახეთ. აქ უეჭველი სიტუაცია, რომელიც მართლა იყო დახურული, რომელიც აი მართლა არაფერი არ იყო აქ გარკვეული, მოდის ძალიან მაგარი სიხარული, კი, აი გამოდიხარ თქვენ, რაღაცა თუ იყო ჩაკეტილი სიტუაცია, თქვა, გაერკვევა რა, გაერკვევა აქ პასუხები შეიძლება არ გქონდეთ რა ბევრ კითხვაზე რა და ეს თქვენ განერვიულებდა, ეს თქვენ რაღაც აი არ გაძინებდათ, სულ გიტრიალებდათ თავში რა, როგორანაირად, აი აქ გაერკვევა ეგ სიტუაცია რა და ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით იმით, რომ ეს სიტუაცია უკვე დალაგდება. ნახეთ ეს ჩაკეტილობა, აქ რაღაც გამოდიხართ, კი, გამოდიხართ. აი სიტუაცია, რომელიც დიდი ხანი შეიძლება იყო დახურული, თქვენ გამოდიხართ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ თითქოს თქვენ აი მიხვდებით ყველაფერს, ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ეს ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მიიღებთ, თქვენთვის იქნება ძალიან სასიხარულო. ახლა კიდე მეთქი რა ხდება და აი ზუსტად ეს მომენტი, როგორაცაც გულს კენდა, აქ რაღაცა ძალიან მძიმე გაკვეთილი გაქვს დასრულებული თქვენ, რომ ვერ გამოდიხართ, კი. სიტუაცია, რომელიც არანაირად, ახლა საჭიროც არ არის, დღეს რაღაც ძალიან მოკლე გაშლა გამოგვივიდა, ინფორმაცია მოგვაწოდეს ზუსტად. აქ შეხედეთ, ბევრისთვის იქნება ის, რომ ოჯახში, ან თქვენთან ბრუნდება ადამიანი, რომელიც თქვენ გიყვართ, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და რომელიც აი იმენა გიბრუნდებათ, აი შეიძლება ადამიანი, მოდას ვთქვათ, ადამიანი, რომელიც გიყვართ თქვენ, აი ის ბრუნდება. აქ ახლა მე არ დავიწყებ ქმარი და ვიღაცა, იმიტომ რომ მაინც თასების მეფე არის, ახლა შეიძლება ურთიერთობას ჩვენ ახლა მაინც აქ ვგულისხმობთ უფრო ქალის და კაცის ურთიერთობას ხო ძირითადად საუბრობთ, ამიტომ აქ შეიძლება რაღაც ან შეტყობინებას მიიღებთ, ან ოჯახში და ან თუ ერთად ცხოვრობდეთ, თქვა ეს ადამიანი გიბრუნდებათ, ხო? შეტყობინებას რომ მიიღებთ, ეს აქ 99% შემიძლია გითხრათ კი, იმიტომ რომ თქვენ ეს იქნება როგორ იცით, შეიძლება თქვენ აი აქ ვერ ვეტყვი რომ აი ნახეთ აქ როგორი საინტერესოა, შეიძლება თქვენ ელოდებოდეთ ამ სიტუაციას, თქვათ რომ გაერკვევა რაღაცა, მაგრამ მაინც ეჭვგეპარებოდეთ და ამიტომ იქნება ასეთი მოულოდნელი რაღაც სიხარული, იმიტომ რომ ნახეთ აქ შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ რას იცით, ინტუიცია, კი, აი აქ საინტერესო სიტუაცია, ნახეთ, მე კი ინტუიციამ კარნახობს, რომ კი, ეს ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ მაინც ვმერყეობ, მაგრამ აი მიხვდებით, რომ აი რა მაგარი ინტუიცია მქონია, რომ აი მართლა როგორ ხო ვიცოდე, რომ ეს მოხდებოდა, გამიგეთ? აი თითქოს დამტკიცება მოდის თქვენი ინტუიციით, კი? აქ ვინც იყო წასული, ის ბრუნდება. სულ მცირე მიიღებთ თქვენ აქ და აქ ახალი სოთშეს გზა ახალი, აი ნახეთ თქვენი იმპერატორი. აქ სულ ახალი გზა გესხნება თქვენ მაგ ადამიანთან, ახალი ისტორია იწყება თქვენი ურთიერთობის, იმიტომ რომ აქ თითქოს როგორც აი happy end რა ფილმი დამთავრდა, აი კომკიას რა, всё დამთავრდა, გავიგეთ ჩვენ რომ დაკორწინდნენ ჩვენი პრინცი და კომკია და ეხლა უკვე ახალი ისტორია იწყება იქ, რომელიც ახლა პრინციპში უკვე ჩვენ მერე გაშლებში გავიგებთ, ხო? აი ესეთი კარგი საინტერესო იყო ინფორმაცია ჩემო ლამაზებო.